გამარჯობა, ალბათ თბილისის სპეციალურად წარმოიდგენ პირველი თავში ნეტექის კუნძული და ნეტექის ტაგარი მოგდის. დღევანდელი ვიდეო შეეხება ნეტექის კუნძულს, როგორც გამორჩეულ ბუნებრივ შესანიშნაობას, იგი იმდენად გამორჩეული მეცნიერული ღირებულების, საერთოდ თავიდანვე ციხე-ციხეში შეიჭრა. წარმოიდგინეთ საქართველოს ტერიტორია 50 მილიონი წლის წინ. ტერიტორია დაფარულია თბილი და ნაკლებად ღრმა ზღვით. ათასწლეულების განმავლობაში ფსკერზე ილექება სხვადასხვა ფენა. ვულკანური ფერფლი, ქვიშა, თიხა, მაგრამ ერთ დღეს დედამიწის სიღრმეში ხდება ძლიერი ბიძგი, დედამიწის ფსკერი ირხევა და მთელი ეს მოწესრიგებული ფენები ირღვევა. ეს გიგანტური მასა გადაადგილდება ზღვის ფსკერის დაქანების მიმართულებით. ფლოტები ერთ ადგილას არ ჩამოწვეილა, მათი დიდი ნაწილი დაცურდა, გადაადგილდა და აირია როგორც ბლენდერში აურებს სხვადასხვა ინგრედიენტებს. შემდეგ უკვე შინაგანი ძალების მეშვეობით ეს ყველაფერი ხმელეთის ზედაპირზე აღმოჩნდა და უკვე მდინარე მტკვრის გაჭრის შედეგად წარმოჩინდა ესეთი ფორმით, როგორითაც დღეს ვხედავთ. მეტეხის კლდე ეს არის 50 მილიონი წლის წინანდელი კატასტროფა, რომელიც კლდეშია შემონახული. მეტეხის კლდე და ეს არეალი ზოგადად ტურისტულ ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ტერიტორია, თუმცა არნაირი ინფრასტრუქტურა, არნაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რა ბუნებრივი მნიშვნელობის არის მეტეხის კლდე, რამხელა სამეცნიერო მიღებულება აქვს. რატო იყო თავისუფლად ციხე-ციხეში შეტანილი? შესაძლოა არანაირი ინფორმაცია არ ხდება. მათ შორის მიჯებისგანაც ძალიან იშვიათად მოგისმენთ ამ არეალზე საუბრისას ამ კლდის მიღებულების შესახებ ინფორმაცია. ძირითადად ისტორიული კონტექსტია ყურადღება გამახვილებული. გასაგებია, რომ ეს დიდი გეოლოგიური მნიშვნელობის ობიექტია, მაგრამ ჭდება კითხვა, რატომ უნდა გვაინტერესებდეს ის ჩვენ არაგეოლოგ ადამიანებს? პირველი, რა თქმა უნდა, ეს მისი სამეცნიერო ღირებულება. ეს არის ბუნებრივი ლაბორატორია, რომ შეისწავლოს ადამიანმა უძველესი წყალქვეშა მეწყრული პროცესები. მეორე, მისი მნიშვნელობა ის არის, რომ ის არა მხოლოდ იშვიათი ობიექტია, არამედ ის არის საკმაოდ მოწყვლადი და ჭირდება გაფრთხილება. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თავის დროზე მეტეხის კლდეები შეიტანეს წითელ წიგნში. ხალხს აგებია აქაური ბიომრავალფეროვნება, რომელიც ეკოტურისტული ხალხანში კიდევ უფრო ღირებულებით ის ამ ტერიტორიას გეოლოგია, კულტურული საზოგადოება, უამრავი ისტორია და ლეგენდა ამათთან დაკავშირებული, ამან დამატებული საინტერესო ბიომრავალფეროვნება ერთიან ტურისტულ პროდუქტში კიდევ უფრო დიდ ღირებულებასთვის ამ ადგილ ტურისტულ ტერიტორიას. ის ფაქტორი, რომ ტერიტორია დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, შესანიშნავ შემეცნებით ობიექტებს შეიძლება ჩამოყალიბდეს ყოველდღიურობით ტექნიკისთვისთვის. ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს გარემოს მეცნიერება. როდესაც მეტეხის კლდეს უყურებთ, გავიხსენოთ, რომ მას უდიდესი ისტორიული და კულტურული ღირებულების გარდა ძალიან დიდი სამეცნიერო ფასიც აქვს.